ერთი 20 წლებში მოგეხსენებათ 17 წლიდან რა საშინელი ამბები დაიწყო რუსეთის იმპერიაში. და მე 21 წლიდან ჩვენთანაც საქართველოში რა ხუსვაჟლეტოა, რა ეკლესია მონასტრების ნგრევა, რამდენი მღვდელი და რამდენი მორწმუნე აღესრულა მოწამებრივად დრისთვის. აი უბრალოდ ანაფორა არ გაიხადეს, წვერი არ გაიპარსეს და ქრისტე არ უარყვეს. მათ ქრისტეს ღალატ სიცოცხლის დათმობა ამჯობინეს. აი თითქოს და რა არის, არა ანაფორა გაიხადა, რა მოხდებოდა, იყვნენ მღვდლები, ვინც გაიხადეს და გადარჩნენ. მაგრამ არ გაიხადეს, ისინი ზეციურ სასუფეველში არიან. ქრისტე იმდენად შეიყვარეს, რომ ყველაფერი რაც ქრისტემ ასწავლა, მათ სიკვდილის სიცოცხლის ფასად დაიცვეს. და იყო ერთი საშინელი ადამიანი, მებრძოლ უღმერთოთა ბრიგადებს ქმნიდნენ მაშინ. და მებრძოლ უღმერთოთა ბრიგადებში შესვლა ითვლებოდა საპატიო რამედ. უკვე კონკავშირული სული, ეს ბოლშევიკური კომუნისტური სული უკვე ზეიმობდა, დღესასწაულობდა. ანუ სატანა ზეიმობდა უკვე აი ამ ქვეყანაში თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ჟურნალი გამოდიოდა საქართველოში ტარტაროსი. სულ გამოდიოდა 21 წლის შემდეგ ეს თავისუფალი პრესა მოისმო, გამოდიოდა გაზეთი კომუნისტი, გამოდიოდა გაზეთი მუშა, ტარტაროზი და მისი დამატება ყვაწარახი. ტარტაროზე, ესე იგი, გამოსახული იყო ჟურნალის გარეკანზე, ეს იყო ჟურნალი, მე წაკითხული მაქვს ყველა ნომერი. ნეტა არ წამეკითხა, იმიტომ ერთი წელი ვერ გამთავისუფლდი კოშმარებისგან. ფიქრობდი არ გავგვიჟდე მეთქი, რა მკრეხელობები ეწერ, თქვენ ხო ვერ წარმოიდგენთ. ამ რუსი ხელაია შესახებ მასალებს ვეძებდი და არაფერი არ იყო და ყველაფერს ვკითხულობდი იმ პერიოდში და სასამართლო პროცესი 24-ში რო გაიმართა, იბეჭდებოდა სწორედ აი ამ ტარტაროში, კომუნისტში და საშინელი ეპიგრამები, საშინელი დრამები იბეჭდებოდა, პიესები ქრისტეზე, მარია ღვთისმშობელზე, მამა ღმერთზე, წმინდანებზე, თვითონ ამბროსი ხელაიაზე, ისეთი საშინელებები. ნუ მეტი რო არ შეიძლება რა შეობატონებო, წარმოვიდგენთ და ადრე თუ გვიან მსგავსი რამ ისევ დაიწყება მთელს დედამიწაზე. ამიტომ მტკიცეთ უნდა ვიდგეთ სარწმუნოებაში. და მებრძოლ უღმერთოთა ბრიგადებს, ხო და ეს ტარტაროზი იყო, ეშმაკი იყო გამოსახული, ერთხელ შეეჭირა ისა შუბი, რომელზედაც იყო ჩამოცმული ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. 24 წელს ხომ იყო ბრძოლა, შეთქმულება ხო სარდებოდა 50 კაცი იყო სათავეში და ერთ-ერთმა მათგანმა გასცა. როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის. და საშინელი ამბები დატრიალდა მთელს საქართველოში. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გურია სამეგრელომ გაუწია მაშინ. ამიტომ გაუსწორდნენ განსაკუთრებული სისასტიკი. და მეორე შუბზე იყო მღვდლები ჩამოცმული და ერთი ფეხი ჰქონდა აწეული აი ამ ტარტაროს და გუმბათზე ჰქონდა დაჭერილი და სრესდა, ჭყლედდა, კი არ ანგრევდა, აი რო სრეს ეკლესიას რო ანადგურებს ეშმაკი. და რეკლამა იყო ასეთი: გამოიწერეთ ყველამ ტარტაროზი, რათა ყველას ოჯახში შემოვიდეს იგი. აი როგორი გამარჯვებული იყო ეშმაკი, რომ გამოიწერეთ რომ თქვენს ოჯახებში შემოვიდეს ეშმაკი. და რა თქმა უნდა, ვინც იმას წაიკითხავდა, ეშმაკია დემონებად გადაიქცეოდა. მე ალბათ ამ გადამარჩინეს სუპირჯვრის წერაში ვიყავი, რომ ვკითხულობდი ასე უფალო შემიწყალე. მე ხშირად გამოდიოდი ხოლმე, ამასთან დაკავშირებით გავიაზრე, ეხლა რატო გამოდიოდი? აი ვინჯექი საჯარო ბიბლიოთეკაში ვკითხულობ, ხო? და მე შინოდა ზოგჯერ არ გავგვიჟდე მეთქი, იცით, ეს ადამიანს თუ შეუძლია ასეთი რამ დაწეროს. ბედნიერია ის, ქრისტიანოს ნეტარი იქნება ის, ვინც არ შეცდება ჩემში. აი ეს არის საოცარი რამ. ერთი სიტყვით აი მებრძოლ უღმერთოთა ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, ყველაზე სასტიკი ადამიანი, ვინც იყო მთელ საბჭოთა კავშირში, ეს 30-იან წლებში ხდება, რომელსაც უამრავი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი, ხშირად უკვე 40-იან წლებში, როდესაც აღადგინა, ესე იგი, ღმერთმა იმ დროს სტალინის ხელით პატრიარქობა რუსეთში, იყო ალექსი პირველი. სნიჩევსკი თუ არ ვწდები, გვარად ზუსტად აღარ მახსოვს გვარი და იბარებდა ხოლმე ხშირად და ეუბნებოდა რომ აი ჭეშმარიტი ღმერთი არ არსებობს, ღმერთი არ არის, ათეიზმია ჭეშმარიტი მეცნიერება, უღმერთობა არის ყველაზე სწორი მოძღვრება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ.
რა უნდა დაუმტკიცო ესეთ ადამიანს, ხო? ერთხელაც გავიდა რამდენიმე წელი მისი ხმარსმენია და აი ამ საზარელმა ადამიანმა სთხოვა მისულიყო საავადმყოფოში და გაუკვირდა ეხლა მიტროპოლიტს, მაშინ ისეთი ძალაუფლება ჰქონდა საერო პირებს, რა უნდა ექნა? ეს არ იყო გრიგოლ ხანძთელის დრო რომ იყო საქართველოში, როდესაც გრიგოლ ხანძთელი იქით იბარებდა, ხო? მეფეებს. თუმცა დიდმოწამე შუშანიკის დროს იყო სხვა პერიოდი. ეშინოდათ სასულიერო პირებს, მათ შორის ეპისკოპოსებსაც თავრებისა. იცვლება დრონი და იცვლება აქცენტებით. და რომ მივედიო ეს მიტროპოლიტი ეს პატრიარქი რუსეთისა იგონებს დავინახეო საავადმყოფოში რომ მივედი, ეგონა რომ ვერ გაიგო რასთან დაკავშირებით იბარებდა, იწვა საწოლში. ადამიანი რომელსაც უკვე იმდენი ტანჯვა და ტკივილები გადაეტანა იმ დაავადების გამო, რომელიც მას ჰქონდა, რომ ბევრი ტანჯვისგან სახე გაკეთილშობილებოდაო. ბოროტებას რო ჩადის ადამიანი ეს გარეგნობაშიც გამოიხატება, ხო? აი ადამიანი რომელიც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორი პირქუში და ბნელი სახეები უხდებათ, იმიტომ რომ სული აღარ ანათებს მათი თვალებიდან, ჩამქრალი თვალები აქვს, მკვდარი თვალები აქვს და ადამიანს როგორი მახინჯიც არ უნდა იყოს ფიზიკურად, თუ სული ანთია უფლის მემართ, ნათელი არის მოდის თვალებიდან და მთელს სხეულს თავის დედამიწას, რომელიც ვიციდან შექმნა ღმერთმა ანათებს. და მართლაც საოცარია თვალები. თვალები მართლა სულის მზეებია, როგორც ჯერ კიდევ წარმართი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა. და საოცარი რა მოვისმინეო მისგან. მამაო, თან ასე კი არ მომართაო, მეუფე ან პატრიარქო და უნეტარესო არა. მამაო, ახსარებო მინდა ჩაგაბარო. ხედავთ ღმერთს როგორ უყვარს ყველა ადამიანი. ჩვენ ვიტყვით, იმდენი ბოროტება ჩაიდინა, რასაც ხოვნა ეს ადამიანი. მაგრამ ყველა ღვთისშვილია. ღმერთს უყვარს თავისი შვილები. მამა, რომელსაც სამი შვილი ყავს და ერთი უმწარებს სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ის უყვარს, იმიტომ ის ებრალება, ვინც იღუპება. ყველაზე მეც მასზე ზღურავს. ღმერთი ყველაზე ბევრს აი ესეთ ადამიანებს ზრუნავს, განუწყვეტლივ მოუხმობს, განუწყვეტლივ მოუწოდებს, ეძახის, რას არაკეთებს მისთვის, სასწაულებსაც კი აღასრულებს მის ცხოვრებაში, მაგრამ ხშირად ბრმანი და კრონი რჩებიან ადამიანები. და 2 საათი და 40 წუთის განმავლობაში ვისმენდიო მის აღსარებას. ადამიანს თუ შეეძლო ამდენი სისასტიკის და ამდენი ბოროტების ჩადენა, ვერ წარმომედგინა. და როდესაც დაამთავრაო მან აღსარება, მე დავიწყე ფიქრიო. მაშინვე კი არ წაუკითხა შენდობის ლოცვა. მიუტევო თუ არ მიუტევო? ამდენი სისასტიკე, აი ნახეთ, დამოკლეს מחვილივით დაეკიდა მის თავზე ასეთი შეკითხვა იმ ადამიანისა. ცხონდებოდა თუ არ ცხონდებოდა? აი ამ ხელშია შენდობის ლოცვას წაუკითხავს თუ არა და ღვთის ნებაში ცხონდეს თუ არ ცხონდეს ეს ადამიანი. და ბოლთის სემას მოუყევია. მე რა ვიფიქრეო, რადგან ღმერთმა მის მიმართ ასეთი საშინელი ავადმყოფობა დაუშვა. ამ ავადმყოფობამ კეთილი ნაყოფი გამოიღო, რომელსაც ყველა შიროდი გამოაქვს კეთილი ნაყოფი. ზოგი საშინელი ღვთისმომბელი ხდება ავადმყოფობის დროს და თუ ჯანმრთელობის დროს იყო კარგი ადამიანი, ავადმყოფობის დროს ხდება უბოროტესი. ანუ როგორიც იყო, ისეთი ხდება. სინამდვილეში ეს მისი გამოცდა იყო ეს ავადმყოფობა ამ შემთხვევაში და ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ავადმყოფობა ამ შემთხვევაში ახდენს სულიერ ფერისცვალებას. ადამიანი, რომელიც ღმერთს გმობს, ღვთისმსახურს მოუხმობს და სთხოვს აღსარება ჩაბაროს, ანუ სწამს რომ შეუძლია ღმერთს აი ამ ადამიანის მეშვეობით, რომელსაც გმობდა, რომელსაც ებრძოდა, მრავალი ღვთისმსახური ყავდა განადგურებული, მრავალი ტაძარი დანგრეული, წმინდათა საფლავები ამოთხრილი და შეურაცხყოფილი და ჩვენ არ ვიცით კიდევ რა ცოდვები მოინანია, უბრალოდ მისი ცხოვრება ვიცით. რაც ჩანს და რაც არ ჩანს და რადგან ასეთი სულიერი ფერისცვალება მოხდა, რადგან ავადმყოფობა დაუშვა, კეთილი ნაყოფი გამოიღო და სულიერი ფერისცვალება მოხდა მასში, შეინანა რაც მთავარია. ანუ მოიმოქმედა ის ღვთიურმა მადლმა მის გულში, რაც ეშმაკს ყველაზე მეტად არ უნდა. შეინანა
ესე იგი ღმერთს ნებავს ამ ადამიანის სულის ცხონება. და მაშინ გადავწყვიტეო, რომ წამეკითხა მისთვის შენდობის ლოცვა, რადგან მან იცოდა, რომ მხოლოდ მღვდელმსახურს აქვს მინიჭებული ისეთი ძალაუფლება, როგორი ძალაუფლებაც ღმერთს არ მიუნიჭებია, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, არც ზეციური ანგელოზებისათვის, არც თავარანგელოზებისათვის, არც ქერუბიმებისათვის, არც სერაფიმებისათვის. როდესაც მიღბერა მოციქულებს, მღვდელმსახურებს სულიწმინდა უფალმა და უთხრა, ვისაც მიუტევებს ცოდვებს დედამიწაზე, ზეცაშიც მიეტევება და ვისაც შეკრავ ცოდვებში დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება. და წაუკითხა შენდობის ლოცვა, აზიარა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ცხონდა, რადგან იგივე იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ ადამიანი სიკვდილის იტყვის გულწრფელ აღსარებას და გულწრფელ აღსარებას ამბობდა თან 2 საათ და 40 წუთის განმავლობაში, იოანე ოქროპირი ამბობს, სიკვდილის წინ ვინ შეინანებს, აღსარებას ჩააბარებს, შენდობის ლოცვას წაუკითხავენ და ეზიარება, ზიარების წმინდა ნაწილებს ისეთი დიდი ძალა აქვს, ისეთი ცეცხლოვანი ძალა აქვს, რომ პირდაპირ ზეციურ სასუფეველში შეხავთ ის ადამიანი და რატომ აცხოვნა ის ადამიანი, რომელიც ასეთი საშინელი ცხოვრებით ცხოვრობდა და სიკვდილის წინ შეინანა და აზიარა, ზიარების ღირსი გახადა. ეს არ ვიცი და რაც არ ვიცით, იმას ეწოდება სწორედ ღვთის საიდუმლო განგებულება. ჩემო ბატონებო. ქრისტეს გარეშე, ეკლესიის გარეშე, ვენახში მუშაკობის გარეშე, ანუ ეკლესიური ცხოვრების გარეშე ყოველივე არის უხმობა და დგომა, ამაუება.